მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ფინანსურმა პოლიციამ ბურნათისა და ნიგოითის სოფლის რწმუნებულები დააკავა. თია იოსელიანი დეტალებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის თანაშემწე ბურნათში ძნელაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის რწმუნებული ჩაგუნავა იმერეთის ფინანსურმა პოლიციამ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საათის შუალედში გუშინ წინ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული კანონდარღვევაზე ავადმყოფი დედის სამკურნალო სახსრების გამომუშავების მიზნით წავიდა. გამოძიებამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით უკვე წაუყენა და სოფლის ერწმუნებელსა და თანაშემწეს ხეთქის ჭრასთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტაციის ისწორეზე ედავება. როგორც ძნელაძის ახლობლები აცხადებენ, ამ უკანასკნელმა 20 ძირით ხელმად საკუთარ ეზოში მოჭრა. შემოსული ფული მას დედის სამკურნალოდ სჭირდებოდა. 59 წლის ძნელაძე დაუოჯახებელია და მისი ძმის სახლში ცხოვრობს. და შეამოწმა აგარდა ჩემი საკუთარ ეზომიდან მოშია მოჭრილი და მეტი არაფერი არ ვიცი. მოჭრილი რა რამე ხემლე, მეტი არაფერი, უბრალოდ ხემლე შეშად. მე-6 თვის ივნის გავეცი ესნობა 20 ძირით ხმელას ხე ქონდა მოჭრილი და უნდა და დედაჩემი ცუდად არისო და მინდა ავატყავსო ექიმთან უნდა და გაგზავნა და ამისთვის ესაჭირებოდა ალბათ ეს თანხა. ჭირდება და ძალიან გთხოვ მომეცი სასწრაფოთო. მივეცი ესნობაც და გამოუშვი. ჩვენ გვაქვს ჩვენს ფართობში შემოღობილში ჩვენს ფართობში მოჭრილი ეს მასალა. დიახ. მე ავადმყოფი ქალი ვარ. დამჭირდა წამლის ფული არ დამირჩა. ავდექი გავყიდე. მიცემულია ყველაფერი ვისთანა გაყიდული. რა მაშინითა ვის დრუჟბით მოვაჭრი და სადაა მოჭრილი და სეიტა ძირაძირი მობძანდნენ და ნახო. ნიგოითის გამგებელი იგივე საქმეზეა დაკავებული. ის სამართალდამცავებმა საკუთარი რეზიდენციის სოფელი ჩოლობარგიის წინ ეზოში რამდენიმე წუთიანი გასაუბრების შემდეგ დააკავა. თანამშრომლებისათვის მისი დაპატიმრება სრული მოულოდნელობა იყო. დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როცა სოფელში არსებულ წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა. სამსახურში იყო დილით მოსული და ეზო დილას ჩვენ ოთახში ვიყავით და თვითონ გავიდა გარეთ აგერ სკამეიკა რომა, სკამეიკაზე ჩამოჯდა და მოვიდა მანქანა და შეეკითხენ ამბიანი ხარ ჩაგუნავა. მე თავად ერთი თანამშრომელი იჯდა კიდევ გარეთ მასთან ერთად. ამბიანი ხარ ჩაგუნავა, დიახ უთხრა. საქმე გვაქვს და კაბინეტისკენო წამოუძღაო მან კაბინეტში შემოგზავნით და არა ვაგერო პოლიციიდან ვარ თუ არაფერი ცოტა რაღაც შესაკითხი საქმე გვაქვს და ჩაუჯდა და აიყვანა ჩვენც არ ვიცოდით არაფერი. უბრუნდება, მე ხალხი იყო მოსული და აინტერესებდათ წყალის სოფელში წყალის გაყვანა. სინჯეთ ტელეფონი რომ რამდენ ხანში მოbrunდები საქმეზეა კაცი გასული და არ გვიპასუხა ტელეფონით, მე არაფერი არ ვიცით. 80% მაინც დაგვიდასტურებს რომ დადებითი პიროვნებაა და დაახასიათებენ დადებითად. შეეძლო გაჭირვებული დახმარება და მე თვითონ ვერ წარმომიდგენია რატომ მოხდა ასეთი ამბავი. გუშინ საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომლის შესაბამისად საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისი ლანჩხუთის სტუმრობისას ჩაიწერა. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება? მნიშვნელოვანია რომ მე წარმოვიდგინე ჩემმა პრეზიდენტმა და ჩემთვის ეს სერიოზული სტიმულია რომ ჩემ ქვეყანას მემსახურო, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ მე დღეს გურიაში ვარ და მინდა ყველაფერს მადლობა უთხრა, მადლობა იმისთვის რომ ესე გულშემატკივრობენ, მე მინდა გითხრათ რომ თავისთავად უამრავ ადამიანმა მომიგოს ალბათ ეს ნდობა რომელიც როგორც ადამიანის ჩემს ამშლოვანია, მაგრამ თავი ეს რომ მთელი გულია იყო გახარებული ძირითადში და თავისთავად ამან ყველა ძალიან გამახარა და როგორც კი მქონდა საშუალება იმისა რომ ჩამოსულიყავი, დღეს გურიაში ვარ, ჩემ მეგობრებთან ვარ და ვფიქრობ რომ თუ რამე წარმატებას მივახციეთ ცხოვრებაში თავისთავად დიდი წილი არის გურულების რომელიც დამერწმუნეთ რომ